გადააფარეს და ამოსაშენებელია. ჰაერშია რა, სვეტებია მარტო და გადმოფარებულია. კიდე 1000 ბლოკი უნდა, ისენი უნდა, მეტალოები უნდა. 3-ზე მეტი არ დაждდებოდა. ბლოკი ხო იჭრება კაცო. 95 თეთრად მოიტანე მე თვითონ. ლარი დაждდეს მანქანით მოიტანო. რა თანხა გამოიყო ამ შენობის ასაგებად? არა 5000 იყო თუ რაღაცა ვერ ვიცი. მე როგორ ფიქრობთ 5000-ის არის აშენებული? არისო და რა ვიცი, არის. მუშებს მიიცეთ. თვითონ აიყონა დაქირებული მას ვიცი. გააკეთა, თიანელი არის. გონჯილაშვილი. დამლა ბეტონი უნდა, ამოშენება უნდა, ფანჯრები უნდა, კარები უნდა, მაგრამ დამთავრება უნდა. ეგ თუ არ დამთავრდა, მაგას მნიშვნელობა კი არ აქვს. სიცხეში საქონელი იქშევა. წვიმაში იქშევა. ფული გათავდა ალბათ მეორე წელში. მუშა იმათი პრარაბათა იყოდა საქმის წარმოება. კვადრატულ მეტრაზეო ბლოკი უნდა 25-ო თუ 27-ო და მე ვუთხარ არ უნდა 12 ცალი უნდა კვადრატულ მეტრაზე კაცო. 42 წელი ვიმუშავე მშენებლობაში. პაპაილა მაიგე და ურჩა გუჯილას. ეგ საქმე. დაიწყო და გაანება. ის რაც გაკეთებულია, სავარაუდოდ ამ თანხას არ მოითხოვდა, დაახლოებით 200 ბლოკია გამოყენებული მშენებლობისას, თუნუქის ფურცლები და რამდენიმე სვეტია, ასევე ბეტონისგან ნათლად ჩანს, რომ ის სამუშაოები, რაც ნაწარმოებია, ამ ხელად ანახარჯებს არ მოითხოვდა. აღმოვაჩინეთ ინტერესთა კონფლიქტის აშკარად გამოხატული შემთხვევა, კერძოდ დადგინდა, რომ მშენებლობის მწარმოებელი, ინდმეწარმე უჩა გონჯილაშვილი გახლავთ თიანეთის გამგეობის აპარატის ნინო ზატუაშვილის მეუღლე.